ერთად წავიდეთ ულამაზეს დევიდს გარდენში და დარწმუნებული ვარ ამ ადგილის შესახებ ბევრმა თქვენგანმა არ იცით და იცოდით, რომ ტიკტოკერების მიერ გაპიარებული კაფე დავითის ბაღი რუსულია. ის ერთ-ერთია იმ 230-მდე კვების ობიექტ შორის, რომელიც 2022-24 წლებში რუსებმა საქართველოში დაარეგისტრირეს. უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ჩვენთან ჩამოსახლებულ რუსებს ხშირად შეხვდებოდით ქართულ კაფე-ბარებში. მოგვიანებით კი საკუთარი გახსნეს. Ничего не понимаю. Я немного понимаю, но, к сожалению, пока плохо. იქ ძირითადად რუსები მუშაობენ. ქართული ენა არ იციან, თუმცა მათი ბიზნესი მაინც ყვავის. ტურისტებს მისამართებს წინასწარ ტელეგრამით უგზავნიან და ჩამოსულებიც პირდაპირ მათთან მიდიან. ქართული სერვისი რუსულმა ჩაანაცვლა. მაგალითად ბათუმში ინდირა ებრალიძეს თავისი პატარა კაფის დახურვა მოუწია. მიზეზი მარტივი მისახვედრია. ირგვლივ მხოლოდ რუსული ობიექტები მუშაობდა. როგორ ჩაიგდეს რუსებმა სტუმარმასპინძლობის ბიზნესი ხელში, ვცლად აიფაქტის სტატიაში ნახავთ.